გადამწყვეტი კვირა, როცა მზე უახლოვდება ზაფხულის ბაქანს და ემოციები ბრუნდება შინაგან სიღრმეებში. 17 ივნისს ვენერა და მერკური გადადიან კირჩხიბში, ტონი ხდება უფრო ნაზი, მაგრამ შიგნიდან ძლიერი. 20 ივნისს მზე ტოვებს ტყუპებს და 21-ში გადადის კირჩხიბში, იწყება ზაფხულის მზიდი ემოციური სეზონი. 22 ივნისს მერკური ჰარმონიულ კავშირს ქმნის მარსთან, მოქმედება და ფიქრი ერთდროულად იწყებენ მუშაობას. რას ნიშნავს ეს შენთვის? ვნახოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ვერძი. კვირა იწყება საჭირო ემოციური სიმშვიდით. შენი ენერგია კლებულობს, მაგრამ სიღრმე იმატებს. ილაპარაკე გული და 22-ში მიიღებს სტიმულს ახალ საქმეში, რომელიც შინაგან სიბნელეს სინათლეს მოჰკვრის. კურო. დაწყნარების დროა. ურთიერთობები გამძაფრდება, მაგრამ ეს შანსია და არა საფრთხე. ვენერას ენერგია დაგეხმარება უკეთ გამოხატო ნამდვილი გრძნობები. კარგი დროა ძველი წყენების დასამთავრებლად. ტყუპები. დასრულების, შეფასების და გადახედვის დროა. მზე ტოვებს შენს ნიშანს, მაგრამ დაგიტოვებს სიბრძნეს. მიხედე ფინანსებს, იდეებს და გრძნობებს. შენში ჩნდება ახალი ღირებულებები. კირჩხიბი. შენი დაბადების დღე მოდის და ზუსტად 21-დან იგრძნობ შვებას, განახლებას. შენში იღვიძებს რბილი ძალა. იარე თავისებურად და შენი მზე შენს სახლშიც შემოვა. დაიწყე ახალი თავის წერა. ლომი შენთვის ეს კვირა არის უკანდახევის დროს, რათა მომავალი ნაბიჯები დაგეგმო. ენერგია იკლებს, რადგან თავიდან დაგროვდეს. 21-ის შემდეგ გამოჩნდება ახალი მიზანი და 22-ში შენ უკვე მზად იქნები იმოქმედო. ქალწული. მეგობრობასა და ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები გააქტიურდება. შეგიძლია იპოვო ადამიანი ან იდეა, რომელიც მომავალს შეცვლის. გულით გამოხატული სიტყვები და გაახლოებს მათთან, ვისაც დაკარგულად თვლიდი. სასწორი. კარიერული და საზოგადოებრივი მხარე აქტიურდება. ვინ ხარ შენ სინამდვილეში? როგორ გინდა და გინახონ? ამ კითხვებზე პასუხი იბადება 20 ივნისიდან. მერკურისა და მარსის კონტაქტი 22-ში სერიოზული ნაბიჯისკენ გიბიძგებს. მორიელი. სულიერი ძახილი ძლიერდება. დაგჭირდება დისტანცია ყველაფრისგან, რაც ზედმეტია. შეიძლება ახალმა ჰობმა ან სწავლამ გაგიტაცოს და სწორედ იქ იპოვი საკუთარ თავს. შენი სიტყვები ამ კვირაში ჩუმად ცვლის ბევრს. შვილდოსანი. ემოციური ინტიმურობა და ტრანსფორმაციის სურვილი იზრდება. ფინანსებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები გააქტიურდება. 22 ივნისი გიბიძგებს გადაწყვეტილებისკენ, რომელიც გულით უნდა მიიღო და არა გონებით. თხის რქა. პარტნიორობა მთავარი თემა. როგორ გრძნობ თავს სხვებთან, გითმენენ თუ გისმენენ? ვენერა და მერკური კირჩხიბში მოიტანს ნაზს, მაგრამ სერიოზულ დიალოგებს. ეს კვირა გასუფთავებაა, რომ შემდეგ უკეთ იმუშაო. მერწყული. ყურადღება გადადის ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობაზე, რუტინაზე. დაგეგმვა და გონივრული მოქმედება მოგიტანს იმ სიმშვიდეს, რასაც ეძებ. 22-ში არის კარგი დრო დოკუმენტებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის, სწავლის დაწყებისთვის. თევზები. სიყვარული, კრეატიულობა და შინაგანი ბავშვი იღვიძებს. დაუთმედრო იმ ამბებს, რაც შენს გულს უხარია. ქალი ან მეგობარი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, მოусმინე გრძნობით. ეს კვირა არ არის ზედაპირული მოქმედებების დრო. ეს არის ემოციების გაფილტვრა, სიმშვიდის მოპოვება, შინაგან სიმართლესთან დაბრუნება. დაე, ყოველ ჩვენგანში იბრწყინოს იმ ნათელმა, რაც მხოლოდ შიგნიდან იბადება. დაწერე კომენტარებში, რომელი ნიშანი ხარ.